როგორ ირჩევს ტვინი ზოგადად რა დაიმახსოვროს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება გქონდეს, რატომ არ იმახსოვრებს რაღაცას. ან დამახსოვრებული აქვს, მაგრამ იმისთვის რომ ძალიან დიდი ტკივილი არ იგრძნო, ამისთვის ირჩევს რომ ეს არ ამოვიდეს ქვეცნობიერიდან, მაგრამ ის მაინც ფონურად მაინც არსებობს. ფაქტი ის არის, რომ ემოციით დატვირთული ინფორმაცია ყველაზე კარგად იბეჭდება ტვინში. მაგრამ ეს შენ რომ არ გახსოვს, ეგ ნიშნავს, რომ ტვინის სხვა უბანი, თუ ეს შემთხვევაა, რომ განგებ ივიწყებს ჩვენ ენაზე ნიშნავს განგებ არ ვაცნობიერებთ რომ გვაქვს, ხო? ეს ხო არ ნიშნავს, რომ იქ ეს სინაფსური კავშირები არ შედგა. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ეს ესე ვამბობ ხოლმე, რომ როდესაც ჩვენ რაღაცა მეხსიერებას, რაღაცა ემოცია, მოგონებას გაურბივართ, ორმაგი დატვირთვით მუშაობს ტვინი თქო, იმიტომ რომ ის სინაფსური კავშირებიც აქტიურია ნეირონებს შორის და აქტიურია მაგალითად პრეფრონტალურ კორტექსში კონტროლის მექანიზმი, რომ შენამდე ამ ინფორმაციამ არ ამოაღწიოს. ანუ ენერგიას ვხარჯავთ. ეს არ არის რაღაცა ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაცია, ძალიან ბევრი სხვადასხვა კვლევის შედეგად შექმნილი ჰიპოთეზა არის, უფრო ეს იქნება სწორი რო ვთქვა, მაგრამ სწორედ ამიტომ ხდება, რომ აი ადამიანი როცა გახსნის, მოიღებს ან ემოციას გამოუშვებს, თითქოს მეტი ენერგია მოსდის.